ღამე მშვიდობისა ბავშვებო, მე ვარ ნინო მარგვალაშვილი და დღეს უკვე მე-40 დღე არის, რაც წიგნებს ვკითხულობთ ერთად. მიხარია, რომ ამდენი დღე ყოველი საღამო თუ დილა როცა ხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გხედავთ, ამდენი დღე ერთად გავატარეთ ახალი საოცარი ადამიანების, ქვეყნების, ამბების გაცნობაში. დღეს უნდა წაგიკითხოთ აი ამ ჩიტუნიაზე ამბავი, რომელიც ადრე პანდემიის კორონას დროს მაშინ წავიკითხე, მაშინ დავარქვი ტვინიკოსა ჩიტი, მაგრამ ეხლა შევცვლი, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ჩიტი, რომელიც უზომოდ გატაცებული არის ვიდეო თამაშებით. ხო და დავარქვათ უზომოდ გატაცებული ჩიტუნია, რომელიც პოსტავს. Online აქვს თამაში. ახალი თამაში აქვს და იქ თავის პატარა პოსტებს, ჩიტურ პოსტებს აგზავნის ხოლმე. ნახოთ. წიგნის ავტორი არის აარონ რეინოლდსი, ხოლო ილუსტრატორი არის მეთ დეივისი. ეს უზომოდ გატაცებული ჩიტია. უზომოდ გატაცებული ჩიტი გიждდება ვიდეო თამაშებზე. ეს სვავია. სვავი ფიქრობს, რომ ვიდეო თამაშები ძალიან მოსაწყენია. სვავს უყვარს მკვდარი რაღაცების მსმსნაობა. უზომოდ დაინტერესებული, აღტაცებული თუ ჩაციკლული ჩიტი ფიქრობს, რომ მკვდარი რაღაცების ჭამა გულის ამრევია. ჩიტუნია და სვავი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ისინი ასევე საუკეთესო მეგობრები არიან. სამი რაც ჩიტუნიას და სვავს რისი გაკეთება ჩიტუნიას და სვავს ერთად უყვართ. პირველი გიждდებიან, როცა ერთმანეთის საჭმელზე ხუმრობენ. ვაიმე, gluten free პურის ნამცეცები გაქვს ნაყიდი. მეორე გიждდებიან გიჟური და სულელური სახეების გაკეთებაზე და მესამე უყვართ ერთმანეთისთვის აი ამ გიჟური და სასაცილო სახეების ფოტოების გადაღება. ერთ დღესაც ჩვენმა ჩიტუნია აღმოაჩინა საოცარი ახალი თამაში. და მას ტვიცერი ქვია. უთხრა სვავს. და რა შვება? იკითხა სვავმა. უამრავ რამეს პირველი შეგიძლია შეაგროვა ონლაინ ტონობით ახალი მეგობარი გაიჩინა, რომელიც ან გიპასუხებს, ან არა. მეორე, მათთან ერთად თამაშობ ვიდეო თამაშებს და მესამე მესიჯებს და ფოტოები შეგიძლია ატვირთო და ყველა შენი მეგობარი ნახავს ამას. მაგარი ჩანს, თქვა სვავმა მიუხედავად იმისა, რომ ისე თქვა, რომ გეგონება მაგარი უაზრობაო. 1 საათის შემდეგ ჩიტუნიას 50 ახალი ტვიცერ მეგობარი ყავდა. ფლამინგოს დამიმეგობრდა. მაგარია. 1 დღის შემდეგ ჩიტუნიას 100 ახალი ტვიცერ მეგობარი ყავდა. მან სირაქლემასთან ერთად Angry Worms-ი ითამაშა. და მერე თავისი ქულა დაპოსტა ატვირთა. მე სირაქლემის მეგობარი ვარ. პროსტა რა მაგარია. ძალიან მაგარია. 1 კვირის შემდეგ ჩიტუნიას 500 ახალი ტვიცერ მეგობარი ყავდა. ვერასდროს ვერ იოცნებობდა, რომ ამდენი მეგობარი შეიძლებოდა ყოლოდა. მე ცუნის კარტას დავმეგობრდი. და ის ისლანდიაში ცხოვრობს. ისლანდიაში ველაპარაკები. შენ სვავის მეგობარი ხარ და ის მოწყენილობისგან კვდება. მოდი სხვა რამე გავაკეთოთ რა.
1 წუთი. ეს არ არის სახალისო. არა, ხვდები, რომ შენ ჩემს შენი მთელი ტანი ჩემ ნისკარტში შეიძლება ჩაედიო? შემიძლია რომ ერთ ლუკმად შეგსანსლო. მშვენიერია. როცა თამაშობ, როცა გართული ხარ, საერთოდ ვერ იგებ რას გეუბნებ. ძალიან მაგარი. სვავმა გადაწყვიტა, რომ საკმარისად უყურა ჩიტუნიას ტვიცერის თამაშს. გაშალა ფრთები და გაფრინდა. 1 საათის შემდეგ ჩიტმა ძლივს შეამჩნია, რომ სვავი აღარ იყო. მეორე დღეს სვავს სიურპრიზი ჰქონდა ჩიტუნიასთვის. სვავიც შეუერთდა Twitter-ზე დარეგისტრირდა, აკაუნტი გახსნა. და ახლა მთელი დილა ერთად ტვიცერობდნენ. შუა დღესაც ლანჩის დროს თამაშები გადადეს და ზუსტად როგორც ადრე იყო, ისე მოხდა. ერთმანეთის ლანჩებს დასწინოდნენ, ხო, ამის ძველ მკვდარი ნაწილი. Rest in peace. სასაცილო და გიჟურ სახეებს იღებდნენ და მერე ერთმანეთის აი ესეთ სახეებით ფოტოებს უღებდნენ ერთმანეთს. მაგრამ მერე, როდესაც ისევ თავიდან შევიდნენ Twitter-ზე, სვავმა აღმოაჩინა, რომ მას წინ ელოდა სიურპრიზი. ეს რა არის? და თავის ტელეფონს ეკრანს უტრლებს და რას ხედავს? ჩვენმა ჩიტუნიამ თავისი აკაუნტით ამის ფოტო ატვირთა და დააწერა. ჩვენი სვავი გოგო საშინელი მჭამელია. მკვდარ რაღაცეებს ჭამს. ფუ. ეს ხო შენი სურათი არის ლანჩიდან. ხო და რატო ატვირთე? რატო აჩვენე ყველა შენ Twitter მეგობარს? ვიფიქრე, რომ ძალიან სახალისო იყო. უბრალოდ ის, რომ შენ იფიქრე, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დაგეპოსტა. რატო? იმიტომ რომ სირცხვილის მომტანია, სირცხვილია, შემრცხვა. იცი რა, უბრალოდ ვიფიქრე, რომ არა, შენ არ გიქნია, არ გიფიქრია. და გაშალა ფრთები და გაფრინდა. ვერ მიხვდა, ხო? 1 საათი გავიდა, სვავი უკან აღარ დაბრუნებულა, აი ამ ტელეფონის მავთულ ხვართებზე ელოდებოდა, მაგრამ არ მოვიდა. 1 დღის შემდეგ სვავი ისევ არ დაბრუნდა და ურეკავდა ჩიტი, მაგრამ არც ერთ ზარს არ პასუხობდა. სვავო, აიღე! მაგრამ არ უპასუხა. 1 კვირის შემდეგ ჩიტუნიამ მკვდარიც იყვინახა გზაზე. სვავის ყველაზე საყვარელი სნექი იყო, სასუსნავი. ელოდებოდა საათობით. იმედოვნებდა, რომ გაჩერდებოდა სვავი, მოფრინდებოდა. მაგრამ სვავი არ გამოჩენილა. მაგრამ მერე უცბად ჩიტუნიას თავში ახალი აზრი მოუვიდა. ჩიტუნიას 500 Twitter მეგობარი ყავდა. ამიტომ რჩევას კითხავდა მათ. დაპოსტა თავისი აკაუნტით. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემზე არის უზომოდ გაბრაზებული. რა გავაკეთო? ბეჭდავს. 10 წუთის შემდეგ არავინ არ დაუბრუნა პასუხი. 1 საათის შემდეგ არავის არ გაუწია პასუხი. 1 დღის შემდეგ მხოლოდ 3 Twitter მეგობარმა დაუპოსტა უკან უპასუხა. სირაქლემა აკაუნტით წერს. ლოლ, მაგრად ეხავს შენ რო ხარ. სუპერ უსარგებლო პოსტი იყო.
ცულნის კარტა წერს. და რა გინდა მე რო გავაკეთო ამასთან დაკავშირებით? ისლანდიაში ვარ, ისლანდიაში ვცხოვრობ. უსარგებლო იყო. და ეხა ვარდისფერი ფლამინგოს აკაუნტი, ვარდისფერი ფლამინგო წერს. აუ, შეეცადე რომ აღარ იყო ესეთი იდიოტი ჩიტი. ლოლ. ეს საერთოდ წესით არ უნდა ყოფილიყო დამხმარე. მაგრამ იყო სუპერ პუპერ დამხმარე. შეეცადე არ იყო ესეთი იდიოტი ჩიტია და დახუჭა, ჩახურა თავისი თამაში, გაშალა თავისი ციცქნა პატარა ფრთები და გაფრინდა. იფრინა მაღლა, იფრინა დაბლა, გადაუფრინა ქალაქს, გადაუფრინა ველებს. სანამ არ შეამჩნია სვავი მკვდარი მუხის ხის ტოტებში იმალებოდა. მაგრამ ჩიტუნია თავის საუკეთესო მეგობარს მილიდანაც და კილომეტრის სიშორიდანაც კი ცნობდა. აუ, იდიოტ ჩიტივით მოვიქეცი. სვავმა არაფერი უპასუხა. არ უნდა დამეპოსტა შენი ფოტო. ცუდად, ნელა თვალი. გაიხედა. მაგრამ ისევ არაფერი თქვა. ბოდიშ გიხდი, თქვა ჩიტმა. ხო, და მომიხატა. წუხვარო რა და დიახაც უნდა წუხდე. ოთხე სვავმა. მართლა ვწუხვარ. და მართლა წუხდა. ხო, მაგრამ შენი 500 ტვიცერ მეგობარზე რა სიტყვი? იკითხა სვავმა. აი ჩეჩე ფრთები. ერთი ნამდვილი ცოცხალი შენ, ჩემ მეგობარი, 1000 ტვიცერ მეგობარს ჯობი ხარ და მირჩევნიაო. ეს უზომოდ აღტაცებული ჩაციკლული ჩიტი არის. ეს სვავია. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ისინი ასევე საუკეთესო მეგობრები არიან. ზოგიერთ დღეს ჩიტუნია წყვეტს რა უნდა გააკეთო. აჰა, ინებე დაგამარცხრე Angry Worms-ში და უმაღლესი ქულა ავიღე. Superior Worm Scorer. აუ, კაი, კიდე ერთი ხელი მეთამაშე რა. ზოგიერთ დღეს სვავი გადაწყვეტს და სვავი იღებს გადაწყვეტილებას რა უნდა აკეთონ ერთად. მკვდარი ენოტი! დავეშვით! ხედავ! და ზოგიერთ დღეს ისინი ხანდახან ერთად იკრიბებიან კიდეც და ტვიტ სინამდვილეში ჭიკჭიკებენ. ეს იყო და ეს დასრულდა წიგნი მეგობრობაზე, წყენებზე, მერე შერიგებაზე, ხო, და როგორ მუშაობს სოციალური ქსელები ონლაინ თამაშებში, ხო, ხშირად ბევრი იმედგაცრუება, ხო. და უნდა დაგვაუსყოს ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, ხო, ანუ ონლაინ თამაშებში მეგობრები უმაგრესია, ძალიან სახალისოა, მაგრამ არსებობენ მეგობრები, რომელიც ხელით შეგიძლია შეეხო, მომხდართან შეგიძლია იცინო, აკეთო ისეთი რაღაცები, რასაც ონლაინ ვერ გააკეთებ, ვერ იგრძნობ, ვერ შეიგრძნობ, ოკეი? მოკლედ, ეს იყო და ეს გემშვიდობებით